კახეთს 3 ახალი საჯარო სკოლა შეემატა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონგულაშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა გახსნა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ოზაანის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ საქობოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო ალვანის მეორე საჯარო სკოლებში ასევე გაკეთდა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და სხვა. კახეთის რეგიონში 3 ახალი სკოლა გავხსენით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით განახლდეს სკოლები, არამედ შინაარსებრივად შევხვდით სკოლის პედაგოგებს, ჰქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი მსჯელობა სხვადასხვა საჭიროებო საკითხებზე. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში გაიხსნა ახალი სკოლა, აშენდა ახალი სკოლა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არის სოფლისთვის. აქვე მინდა დავძინო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი საქობოს სკოლა და რა თქმა უნდა ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო ალვანის სკოლა. ჯამში ეს არის 12 მილიონიანი ინვესტიცია, რაც მნიშვნელოვანი არის რეგიონისთვის. ჩვენი მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ჩვენს რეგიონში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაციის პროცესი. ბავშვები შემოდიან და ყველა კუთხეში იხედებოდნენ თუ სად რა ხდებოდა და ენახათ. ძალიან მოხარულები ვართ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ ჩვენ სამინისტროს, რომლებიც ასე შეეცადნენ და ასე კეთილსინდისიერად და ყველაფერი ისეა შესრულებული, როგორც უნდა იყოს.